სერიალს წარმოგიდგენთ საიტის Cinemania.gr. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ გარიბა ჰეინე, ფიბი ტონკინი, ინდიანა ევანსი, ანგუს მაკლარენი და ლუკ მიჩელი. სამასი მილილიტრი წევს 500 გრამს 8 სანტიმეტრზე. ლუის, შენი აკოფნა არ შეიძლება გაკვეთილებამდე ლაბორანტის გარეშე. დიახ, ერთი წამი და გავქრები. ეს რა არის? ეს არა, სისულელეა. ეს როგორ გააკეთე? ყველაფერი ჩახლართულია, თავადაც ვერ გამიგია. დაუჯერებელია. ეს უბრალოდ წყალია? ლუის, ყველაფერს მივხვდი. ჰა? როგორც იქნა საკურსო პროექტისთვის თემა იპოვე. დიახ. მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. მუშაობა კიდევ სჭირდება. იჩქარე პროექტი თუ ჩაგეშლება, საგანშიც ჩაიჯრები. ლუის, ისტორიაზე გვაგვიანდება. ჰო, უნდა წავიდე, მის ტეილორ. რა თქმა უნდა. მოუთმენლად ველი შენს პროექტს. რა თქმა უნდა. მაშასე დასხედით და წიგნები ამოიღეთ. რაზე ფიქრობდი? მინდოდა რამდენიმეს დაჩამეტარებინა. ეს ანტიგრავიტაციული წყალი საზღვრებს ცდება. პირდაპირ სკოლის ლაბორატორიაში არა? ხო, მინდოდა მისი ძალა გამეზომა. ლუის, მაგრამ გრავიტაციასთან ასეთ შეწინააღმდეგებას დიდი ენერგია სჭირდება. ლუის, შენ? თავად დაფიქრდი, ეს უშრეთი ენერგიის წყაროა, ელემენტები ტრანსპორტი. ლუის, დიახ. ეს ჯადოსნური წყალია კუნძული მაკოდან. ფიქრობ ხალხს არ მოუნდება გაიგოს საიდან არის ის. კი. ხო, მართალი ხარ, მაპატია, ცოტა გავერთე და მოიცადე. გინდა ყველაფერი გაიგო. მეც მინდა არა? მაგრამ სანამ ბოლომდე არ გავიგებთ ყველაფერს, ჩუმად უნდა ვიღოთ, კარგი? კარგი. ლუისი სამწყალთან მეშვება არ შეიძლება. კონტროლს კარგავს.
მართალია გაერთო, მაგრამ უნდა გაიგოს, რატომ იცვლება წყალი მთვარის აუზში. ხო, მართლა, მან რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო. ნუ თუ მართლა, გაიგო, რატომ შეიშალა წყალი. ბოლომდე არა, გამიგვირდა. რიკი ის დახმარებას ცდილობს. სისულელია, თუ ასე განაგრძობს, ყველაფერს გაამხელს. რიკი უკვე ვესაუბრე, ასე რომ გთხოვე, ნუ გაბრაზდები. ბელა სად არის? არ მინახავს, ვერ ხვდები სად წავიდა. ხო, ადვილი მისახვედრია. ეს რა არის? სასიყვარულო სიმღერა? არა, უბრალოდ პრინცზე ფიქრობ? შეიძლება. მას საიდუმლო აქვს. დილას მან ჩაყვინთა. უთალთვალებდი? ხო, ის საოცარია. მას შეუძლია წყალქვეშ არის უნთქოს. ის ჩვენ გვგავს. კუდი აქვს? არა, რიკი, კუდი არ აქვს. ესე იგი ჩვენ არ გვგავს. ფრთხილად ბელა, მან არ უნდა გაიგოს, რომ ქალთევზები ვართ. ზეინმა და ლუისმა ეს იციან. ის მართალია. შენ უბრალოდ ჯერ დარწმუნდი, რომ მისი ნდობა შეიძლება. ვილ, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? ერთ კვირაში გამოცდებია. რას ფიქრობ? იქნებ ერთად მომემზადოთ. ჰა, მაგარი იქნება. მიხარია. რა ჯიუტია? ნუ ღელავ. აქ ჩემი თავშესაფარია. მაგარია. ძველი ნავების ფარახი, ჩემი პირადი ტერიტორიაა. ეს ყველაფერი საიდან გაქვს? ესენი მევიპოვე. ზოგი ჰავაიდანაა, ზოგი მალდივებიდან, ეს კი მაკოდან. ნახე, ეს იმპერიალცია. კენიის სანაპიროდან. 30 მეტრის სიღრმეზე ვიპოვე. საოცრებაა. აკვალან გიტყვინთავ? არა, ბუნებრივად. მარტო მე და ოკეანე. ამდენ ხანს სუნთქვის გარეშე როგორ ძლებ? ვარჯიშობ, ყოველდღე. მონოლასტიც ეხმარება ჩაყვინთვისას. მონოლასტი. ხო, ის გარკვეულ ძალას აძლევს დელფინივით. და შენ საიდან იცი მასზე? არ ვიცი. სადღაც წავიკითხე. საინტერესოა. ჰა, ძალიან. აბა, ახლა დავიწყოთ. რა? მეცადინეობა. ხო, ძირითადად ამ დროს ვარჯიშობ ხოლმე, მაგრამ ერთი დღე შეიძლება გამოვდოვა. განრიგის დარღვევა არ ხირს. ასე ფიქრობ? ხო, კაფეში შევხვდეთ, როცა დაამთავრებ. კარგი, შევთანხმდით. მშვენიერია. შეხვედრამდე. დროებით. ამის შესახებ რიკის უამბე? ხო, ვუამბე. ახლა ის მომკლავს. ბუნებრივია. ასე რომ მოერიდე. მე კი ვხვდები, რომ დახმარება გინდა. მის ტეილორმა კი ვერაფერი გაიგო, ასე რომ ყველაფერი რიქსია. ლუის? რა სიტყვი? სად არის შენი პროექტი? ის დაიშალა. იმედია ხვალ აღადგენ. არა მგონია. სამწუხაროა. შენი შეფასება სრულიად დამოკიდებულია პროექტზე. ხომ არ დაგავიწყდა? არა მახსოვს. ყურადღება მოიკრიბე, ლუის. შენ რაღაც უჩვეულო იპოვე. ოჰო, შვენივრად გამოიყურები. გმადლობ, მეცადინეობისთვის გამოეწყე. არაფერი განსაკუთრებული. ვილი არ მოსულა? არა, ჯერ არ ყოფილა. კარგი, დაველოდები.
მიირთვი, გეპატიჟებით. მადლობა. სად არის ამდენ ხანს? ხანდახან ბიჭები ისეთი გულმავიწყები არიან. შეიძლება ითქვას, სულელებიც კი. ყველაფერს მხოლოდ მინიშნების შემდეგ ხდებიან. დავურეკავ. არა, სხვა რამეს ვამბობ. გისმენ, ვინ? ბელა ვარ. სად ხარ? მაპატია, დავაგვიანე. ვარჯიშობ. მეცადინიობასაც ვერ შევძლებ. თავი არ მიმუშავებს. კარგი, სხვა დროს იყოს. მოდი ხვალ იყოს, ამავე დროს. კარგი, შევთანხმდით. კარგი, კარგი, დროებით. ვარჯიშობს. და დროის შეგრძნება დაკარგა. ჰო. ის როგორც მეგობარს ისე აღ გიქვამს. თავად გავერკვევით. კარგი? ბედნიერად. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ, მაწანწალავ? ვარჯიშობ? მშვენივრად გამოიყურები. დიახ, დიახ. მაგარია. ძალიან მომწონს, როგორც მოაწყე ეს პარეხი. ბევრი შრომა ჩავდე. ერთი შეხედე. ნამდვილი კოლექციაა. ჰა, სხვადასხვა სუვენირი ყველა ქვეყნიდან. ეს ნამდვილად შენ ხარ. აი რა ჩამოქონდა შორეული ქვეყნებიდან. მომწონს ასეთი რაღაცეები. ეს ჩემია. მომენადრე. ნო, მეც. მიხარია შენი ნახვა. რითი ყავი დაკავებული, მას შემდეგ რაც წავედი. ეს რა არის? არ ვიცი. ეს ყველაზე უცნაური რამ არის, რაც კიოდეს მე მინახავს. ნახე, თითქოს ცოცხალია. ლუისი თulis რომ ეს უშრეტი ენერგიის წყარო შეიძლება იყოს. დაუჯერებელია. უნდა გავანადგუროთ. რა? მისი შენახვა არ შეგვიძლია. შეიძლება ვინმე მისი შესაძლებლობების შესახებ გაიგოს. უნდა ავაურთქლო. მოიცადე. ლუის უნდა თავად გაენადგურებინა. სამწუხაროა, რომ მისი ხალხისათვის ჩვენება არ შეიძლება. პროექტიც ჩაუვარდება. ერთი საგნის პროექტი სამყაროს დასასრული არ არის, მაგრამ თუ ჩვენ შესახებ მთელი სამყარო გაიგებს, მაშინ ჩვენი საქმე ცუდად არის. გეთანხმები? კარგი, ხვალამდე. გამარჯობა. მაპატია, გუშინ ვარჯიშის შემდეგ გავითიშე. ესე იგი ეს ვარჯიში იყო? რაზე ამბობ? თავად იცი. რა ვიცი? აღარ მინდა ამ თამაშის თამაში. რა თამაშის? მისმინე დღეს თავისუფალი დრო მაქვს, თუ გინდა შეგვიძლია ვიმეცადინოთ. სერიოზულად? რა მოხდა? მართლა ფიქრობ, რომ კიდევ დაგეხმარები. სასარგებლოდ გავატაროთ თავისუფალი დრო. თავი დამანებე. ბელა, კაფეში მოხვალ? არა, ბევრი საქმე მაქვს. რა, ვილს უნდა უთავთვალო? გაჩვენდი, რა მოხდა? მიდი, მითხარი, რა გითხრა? რომ გამაფრთხილე. გუშინ იმის მაგივრად რომ შემხედრო და სხვა შეხვდა. შეუძლებელია. ალბათ შევცდი, ის ისეთივეა, როგორც დანარჩენები. ვინ იყო? არ ვიცი, ადრე არ მინახავს, მაგრამ სიმპათიურია ჩვენზე უფროსი. გასაოცებელია. იქნებ ეს უკეთესიცაა. ჯობია ადრე გაიგო, რომ ვიღაც ყავს. მის ტეილორ, მაპატიეთ დაგეწევით. მის ტეილორ. ლუისის თაობაზე. დიახ.
ის ბევრს მუშაობს მის პროექტზე. უბრალოდ დრო არ იყო. თუ მისთვის გადავადება გინდა მთხოვა, ეს შეუძლებელია. მან ისედაც დააგვიანა. მაგრამ ის ისეთი ჭკვიანია. დამეთანხმებით, რომ ეს უსამართლობა იქნება, თუ ვერ ჩააბარებს. ხო, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. მაჩვენოს რა ექსპერიმენტს ატარებდა. სხვა შემთხვევაში, ხელები შეკრული მაქვს. ექსპერიმენტი? კლეო, გამარჯობა. მითხარი რომ ეს სასწრაფო იყო. გამარჯობა, მის ტეილორ. აქ რას აკეთებთ? დაწყნარდი ლუის. კლეომ მიამბო თქვენი სიმორცხვის შესახებ. ვერ გავიგე. იმაზე რომ გრცხვენია შენი ქმნილების ჩვენება და მის ტეილორი დაგთანხმდა აქ მოსვლაზე. გაგიჟდი? არა, ვუთხარი რომ უამრავი ჩანაფიქრი გვაქვს. და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, საუკეთესო შეფასებას მიიღებ ყოველგვარი საუბრის გარეშე. არა, მოიცადეთ, მის ტეილორ, არ გინდათ. და ეს როგორ გააკეთე? ეს ჯერ თავადაც არ ვიცი. ნუ მორცხობ ლუის. რაღაც უქენი წყლის მოლეკულურ სტრუქტურას არა? დიახ, ნაწილაკების გაწყობა, რომელიც უფრო ძლიერ ზედაპირულ დაჭიმულობას ქმნის. დიახ, რაღაც სამდაგვარი. საოცარია. ესე იგი ამბობ, რომ ჩვეულებრივი წყალია. არა, მის ტეილორ. რაღაც ცდებს თავად ჩავატარებ. მის ტეილორ, მადლობა რომ დრო დახარჯეთ. ხვალ შევხვდებით. კარგი. ხო, დასკვნას ველი ექსპერიმენტის თაობაზე. დეტალური ინფორმაცია მჭირდება საბოლოო ნიშნის დასაწერად. დიახ, გასაგებია. რა თქმა უნდა მოვიდან. ლუის, მორცხვინო ხარ, კარგი? დიდი მომავალი გაქვს. აბა? ჰეი, არ გინდა მადლობა მითხრა. შეკითხვა მაქვს. და შეკითხვა რაში მდგომარეობს? ვინ არის თავხედი? შვიდობით. არაფერი მესმის. მარტო ის მინდა გავიგო ბელა სად არის. თავი დამანებე. მაკოზე უნდა გავწურო და შემდეგ შემეძლება რომ ვიმეცადინათ. იცი ძალიან გათავხედდი. გამარჯობა. გამარჯობა ვი. ყველაფერი მოამზადე. როგორც ყოველთვის, გინდა ჩავყვინთოთ. არ გეშენია? შიში ჩემი სტილი არ არის. კლეო, ბელა სად არის? ო, მეც იქ მოვდივარ. რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი. ჩვენი წყალი კი მთვარის აუზიდან აქ არის. გასაგებია. ანუ კოლბაში ჩვეულებრივი წყალი იყო და ის მარტო იმით მოძრაობდა რომ შენ ხო, კლეო თავიდან კი ნაღამგული გამისყდა. მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება. სამაგეროდ, საუკეთესო ნიშანს მიიღებ. ნუ თუ. კლეო და ახლა რა ვქნა? მის ტეილორს დასკვნა სჭირდება რატომ მოხდა ეს მოვლენა.
მე კი არაფერი მაქვს. გონი მას საკუთარი თეორია აქვს. მე კი აქედან სიტყვაც ვერ გავიგე. უსიამოვნებები მაქვს. მაპატიე ლუის, ეს არ უნდა გამეკეთებინა. არა. ჩემ გამო რისკზე წახვადე და მე მიხარია რომ ჩემ გვერდით ასეთი ადამიანია. როგორ მოვიქცეთ? ვუთხრათ რომ ვიხუმრე. და ბოლოს სხვა რამეზე დავიწყო მუშაობა. ფიქრობ ამას დაიჯერებს? ის ხომ უკვე ჩვეულებრივ წყალზე მუშაობს. დრო ხომ გვაქვს? ხო. ხვალამდე. ღამე რამეს მოვიფიქრებ. და ეს რაიმე გენიალური ნუ იქნება, მაგრამ ჩათვლას დამიწერენ. გასაგებია. საიდან დავიწყოთ? იქ არ უნდა ყოფილიყავი. ფრთხილად ყოფნა მხოლოდ იმიტომ გთხოვე, რომ რადგან ვიცი რას ნიშნავს უღირსის სიყვარული. მადლობა რეკი. შეხედე. შემოდე. ვეტყვი, მოიცადე. მართალი იყავი. ბელა, ახლა მინდოდა ყველაფერი ვიცი თქვენ ორზე. დაგინახეთ და ვერ ვიჯერებ. მატყუებდი და ამ დროს სხვა ხვდებოდი. მეგონა რომ ჩვენ შორის რაღაც იყო. ბელა მისმინე. თავის დაწვრენას ნუ ცდილობ. მეგონა სხვანაირი იყავი. როგორი? სხვანაირი, მაგრამ ისეთივე ხარ როგორც სხვა დანარჩენები. ისეთივე ეგოისტი, ორპირი, საცოდავი, მატყუარა. და კიდევ ის ჩემი ძმაა. რა? ზუსტად. ხო. და მგონი ძალიან აამხრია წყალი. ხო, მართალია. გამოდის რომ საოცრება ხარ. ვიცი, გმადლობ. ეს ხომ გიყვარს არა? ახლა ცოტა შეჯამ. რა კარგია, როცა ვინმე შენზე ზრუნავს. იცი, ძალიან მჭირდება დახმარება, რომ გამოცდები ჩავაბარო. კარგი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერი შეწირული. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.